მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა. ვფიქრობ, ბევრისთვის საკმაოდ საინტერესო თემაზე თუ ცდილობს თუ არა თქვენზე მაგიურ ზეგავლენას, არა ნებისმიერი ვინმე, არამედ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. დიახ, სწორად გაიგეთ, თქვენ და ჩაიფიქროთ ადამიანი, რომელზედაც შესაძლოა ეჭვები გაქვთ, რომ შეიძლება ცდილობდეს, მე კი ვეცდები მაქსიმუმ 3 არკანით ავხსნა თუ ცდილობს თუ არა და მოდით აბა ვნახოთ. ჩაიფიქრეთ კონკრეტული პიროვნება და კონცენტრირდით მასზე, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა ცდილობს თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე მაგიურ ზეგავლენას. ცდილობს თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ცდილობს თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და ცდილობს თუ არა მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათზე მაგიურ ზეგავლენას. ძალიან საინტერესო გაშლა გველოდება, ვფიქრობ და პირველი ვარიანტი მოდით იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა და მესამე ვარიანტი აი ეს ქვა. აირჩიეთ სასურველი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ, მეგობრებო. წარმოიდგინეთ კარგად ის ადამიანი, რომელზედაც გაქვთ ასეთი ეჭვი. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. ცდილობს თუ არა მაგიურ ზეგავლენას, ხმლების ორიანი. ცდილობს თუ არა პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათზე მაგიურ ზეგავლენას. ხმლების ორიანი, ხმლების ხუთიანი, ხმლების დედოფალი. მეგობრებო, აქ იცით როგორ სიუჟეტს ვხედავ. პირველ რიგში ადამიანის მხრიდან არ მოდის მაგიური ზეგავლენა. შესაძლოა ძალიან მცირედი თვალი მოდიოდეს, აი ძალიან ოდნავი. ანუ თვალი თქვენ წარმოიდგინეთ სხვადასხვანაირი სიმძლავრი შეიძლება იყოს და კონკრეტულად ამ ადამიანის მხრიდან რასახის თვალიც მოდის, ეს თვალი არის ძალიან მცირედი დოზის. ისიც უმეტესობასთან რეზონირდება ისე, რომ საერთოდ არ მოდის არანაირი თვალი, მაგრამ ამ შემთხვევაში იცით როგორ სიუჟეტს ვხედავ, თითქოს თქვენ ქვეცნობიერულად პირველ რიგში თქვენ აქ ინტუიცია კარნახობთ, რომ ადამიანი არ არის სანდო და თქვენ ხედავთ, რომ ადამიანი მუდმივად გეჯიბრებათ, შეიძლება ხედავდეთ, რომ ადამიანს ძალიან შურს თქვენი რაღაც წარმატების, შურს თქვენი სხვათა შორის რაღაც ტანისამოსის, სანკაულების, ან რაღაც თქვენი ნივთების, შესაძლოა თქვენი იმიჯის შურდეს მაგალითად, ხო? შესაძლოა შურდეს იმის, რომ რაღაც განსაკუთრებულ დაცულობას გრძნობდეს, იმას, რომ თქვენ ხართ დაცული, რომ თქვენ დაუშვათ პარტნიორი გყავთ. თუმცა უმეტესობასთან აქ ვხედავ რაღაც ისეც, რომ შურს თქვენი ან გარეგნობის, ან რაღაც ისეთიც, რაც არის კავშირში ვიზუალთან, წარმატებასთან შესაძლოა და შეხედეთ ადამიანი აშკარად ადამიანისგან მოდის დროთა დრო რაღაც გარკვეული პასიური აგრესია, რაღაც შეჯიბრის მომენტები, ხო, თითქოს კონკურენტს ხედავს თქვენში და ამას გაჩვენებთ დროთა დრო, მაგრამ აი მაგიური ზეგავლენა არ მოდის და პირველ რიგში პირველი ვარიანტი თქვენ ზუსტად ამას გრძნობთ. ზუსტად ამას გრძნობთ, რომ აი ეს ადამიანი სანდო არ არის, რომ გეჯიბრებათ, რომ შურს თქვენი და ზუსტად ამიტომაც გაქვთ ეს შეგრძნება, რომ აი მაგიტომაც გაქვთ ეს შეგრძნება და ეს ეჭვი, რომ მაგიურ ზეგავლენებს ხომ არა ანხორციელებს ჩემზეო. გარდა ამისა, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება ისეც, რომ ქვეცნობიერულად შეიძლება გსურდეთ მაგიური ომები, მაგიურ ომებში ბრძოლა. რაღაც ასეთი სურვილებიც აქვთ ხოლმე ადამიანებს და ზოგი თქვენგანის შემთხვევაში რაღაც ასეთსაც ვხედავ აშკარად, მაგრამ კი ბატონო, ჩაფიქრებული ადამიანის მხრიდან მაგიური ზეგავლენა არ მოდის, მაგრამ ისიც ნამდვილად არ არის სანდო. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ვნახოთ აბა თქვენთან ანხორციელებს თუ არა პიროვნება მაგიურ ჩარევებს არკანი ეტლი. მეორე ვარიანტი, იცით, აქ უკვე თქვენს მხარეში
თქვენს მხარეს მოდის რაღაც გარკვეული ქმედებები. ეტლი პირველ რიგში არის დომინანტობის სურვილი, თითქოს ადამიანს ძალიან უნდა წართმევა თქვენი რეალობის, მართვა თქვენი რეალობის. შესაძლოა დროთადრო თქვენ გრძნობდეთ იმას, რომ ადამიანი რაღაცნაირად ისე იქცევა, თითქოს თქვენზე უფრო კარგად იცის ყველაფერი და მუდმივად ცდილობს, რომ ჭკუა და გარიგოდ განარჩევა მოგცეთ, არამედ რასაც გვია ამის გაძალებთ, რომ ისე მოიქცეთ, როგორც მას სურს. რაღაც ასეთი მომენტები მოდის და ძალიან დიდი ალბათობით ყოველ შემთხვევაში მცდელობები არის აქ მაგიური ჩარევების. იმიტომ რომ თითქოს ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცაზე არის წამსვლელი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ცდილობს თუ არა მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათზე მაგიურ ზეგავლენას. ცდილობს და ძალიან დიდი ნეგატივი წამოვიდა. ძალიან დიდი ნეგატივი წამოვიდა მეგობრებო და შეხედეთ პირველ რიგში პირადად თქვენ ხართ ასეთ ენერგიებში, ფორტუნას ბორბალის არკანი არის აქ და შეხედეთ თქვენ არა უბრალოდ გიმართლებთ და არა უბრალოდ იღბალი არის თქვენკენ, არამედ დაცული ხართ. და აი ეს ადამიანი მუდმივად ცდილობს, რომ ასე რაღაცეები ხან ხანჯალი, ხან დანა, ხან არ ვიცი ნაჯახი, ხან რას აღარ ცდილობს რომ გააკეთოს, რა აღარ ცდილობს რომ გააფუჭოს, რას აღარ ცდილობს რომ მოგახვედროთ, მაგრამ არ გამოსდის და ამას ხედავს და აი ხედავ აქ ასეთ ენერგიებს, რომ აი როგორც ამ არკანზე არის გამოსახული, რომ ისვრის და აი რატო არ ხდებაო, რატომ არ ერჭობა, რით ვერ დაენგრა ყველაფერი, რით ვერ დაისაჯა, რაღაც ასეთი ფიქრები, რაღაც ასეთი ნეგატივი მოდის ადამიანისგან. და რა კუთხით არის მაგიური ზეგავლენა? მაგიური ზეგავლენა პირველ რიგში მამაკაცები თუ მიყურებთ, აქ ქალბატონი ცდილობს თქვენს არა უბრალოდ დასჯას, არამედ თქვენს მოჯადოვებას თავისი ჭკუით. ხოლო ვინც მიყურებთ ქალები, განსაკუთრებით ის ქალები, ვისაც ყავთ პარტნიორი, ეს ქალი აშკარად აკეთებს მაგიურ ზეგავლენებს იმისათვის, რომ თქვენს პარტნიორთან ან დაგენგრათ ურთიერთობა, ან პარტნიორის წართმევაზე, ან სასიყვარულო ურთიერთობების წართმევაზე, ენერგიის წართმევაზე, თქვენს დაშორებაზე, იმიტომ რომ ადამიანისგან მოდის ძალიან დიდი შური, ძალიან დიდი ნეგატივი. და აი, იცით როგორი ფიქრები, როგორი შეგრძნებები, აი მე რატო არა და იმას რატო აქვს? მე რატო არ მაქვს, იმას რატო აქვს? მე რამაზე ცუდი ვარ? მე მასზე უკეთესი ვარ? თვითონ რატო იმსახურებს და მე რატო არ ვიმსახურებ? აი ბრაზი მოდის ცხოვრებაზეც, რეალობაზეც, ყველაფერზე ძალიან ბოღმიანი არის პიროვნება, თუმცა მიუხედავად ამისა, აშკარად ცდილობს ადამიანი, რომ თავი განსაკუთრებით, როდესაც მარტონი ხართ, ცდილობს, რომ თავი ძალიან კეთილ პიროვნებად მოგაჩვენოთ, ისე მოგაჩვენოთ თავი, თითქოს გიიგებთ, თითქოს თქვენაირი პოზიცია აქვს ბევრ რაღაცაში და თქვენ ამ ადამიანისგან საკმაოდ დაცული ხართ, თქვენ წარმოიდგინეთ. უბრალოდ დროთადრო ცოტა ზედმეტად უშვებთ ხოლმე თქვენს სივრცეში. და კი ბატონო, ცდილობს ზეგავლენას და ზეგავლენა არის უმეტესობასთან რეზონირდება ისე, რომ ან პარტნიორის წართმევაზე, ან ზოგადად არსებობს ისეთი პრაქტიკები, რომლებიც არის დაფუძნებული იმაზე, რომ ადამიანს კონკრეტული ძალა წაართვან, მაგალითად, ჯანმრთელობა, ფინანსები, სასიყვარულო ურთიერთობები და მიითვისონ კონკრეტულად ის ბედნიერება, კონკრეტულად ის ენერგიები. და აქ ადამიანი აშკარად რაღაცასაც ცდილობს. მაგრამ არ გამოსდის. გარდა ამისა, იმდენად არ გამოსდის, რომ დროთადრო შესაძლოა ძალიან ოდნავ ცოტა სხვაგან მოგხვდეთ, მაგალითად, ფინანსებზე ან ჯანმრთელობაზე მიიღოთ რაღაც მცირედი დარტყმა, ძალიან მცირედი დოზით, მაგრამ აი ის რისიც ჩამოშლად სურს, იმის ჩამოშლა არ გამოსდის. მოდით კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. მეორე ვარიანტი, რამდენად დაცული ხართ ამ პიროვნებისგან, რამდენად დაცული ხართ პირველ რიგში და რჩევა თქვენთვის, რამდენად დაცული ხართ. თასების ათიანი, ძალიან დაცული ხართ, მაგრამ ზედმეტად ბევრი ინფორმაცია არ გაუზიაროთ, ნუ გაიხსნებით მასთან განსაკუთრებით ემოციურად, ნუ გაუზიარებთ თქვენს ემოციებს, ნუ იქნებით მასთან ემოციურად გახსნილი, მაგრამ ამას თუ არ ჩავთვლით, დაცული იქნებით.
და რჩება კიდევ ერთი შეხედეთ თასების 10-იანი და პენტაკლების 10-იანი. დატყვით ურთიერთობით, დატყვით ბარაქით და ნახეთ, ჩაკეტეთ კონკრეტულად ამ ადამიანისგან ყველანაირი გზები. ჩაკეტეთ ამ ადამიანისგან თქვენი კომუნიკაცია, თქვენი ამბები თქვენს პირადში, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში, თქვენს ფინანსებში, სხვათა შორის, თქვენ ჯანმრთელობაში. ყველაფრის კუთხით გადაუკეტეთ უბრალოდ ინფორმაცია. უბრალოდ გადაკეტეთ. სულ ეს არის მეორე ვარიანტი, ძალიან საინტერესო იყო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი ცდილობს თუ არა ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე მაგიურ ზეგავლენას არკანის სამყარო. პირველ რიგში მესამე ვარიანტი, აქ თითქოს ისეთი მომენტი მომდის, რომ თქვენ რატომღაც ძალიან ბევრ ადამიანზე გაქვთ ასეთი ეჭვები, რომ აი ჯადოს ხომ არ მიკეთებსო, თითქოს პანიკამდე გაქვთ ასეთი აზრი ჩაბეჭდილი, რომ აი ვინმე მაგიურ ზეგავლენას ხომ არ აკეთებს ჩემზეო, მაგია ხომ არ არის ჩემზეო, ჯადო ხო არ გამიკეთეს, ჯადო მაქვს. აი რაღაც ასეთი პანიკიური აზრები მოდის, პარანოიდალური. და პირველ რიგში მეგობრებო, მოდით ასეთ რაღაცას ვიტყვი. არ აქვს მნიშვნელობა აკეთებს თუ არა ვინმე თქვენზე მაგიურ ჩარევებს, თუ თქვენ მუდმივად ასეთი შეშინებული იქნებით, დამიჯერეთ ყველანაირი მაგიური ზეგავლენების გარეშეც ძალიან მშვენივრად მიიღებთ იმ ენერგიებს, რომლებიც მოდის ჯადოებისგან. თანაც, იცით, მაგია არ არის ისეთი მარტივი, როგორც ხალხს გონია ხოლმე. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, ცდილობს თუ არა მესამე ვარიანტზე ვინმე რა ჩაფიქრებული პიროვნება, ცდილობს თუ არა მესამე ვარიანტზე მათ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათზე მაგიურ ზეგავლენას. უმეტესობასთან აქ რეზონირდება ისე, რომ რაღაც ეგრეთ წოდებული overthinking-ი გაქვთ, ანუ ეგრეთ წოდებული გადაჭარბებული ფიქრები, გადაჭარბებული შფოთვები და ადამიანი არ ცდილობს აქ თქვენზე ზეგავლენას. თუმცა თითქოს სხვა ადამიანებისგან შეიძლება მოდიოდეს რაღაც მცდელობები, გავიმეორებ, არა მაგიური ზეგავლენები, არა მცდელობები და კონკრეტულად ამ ადამიანს რაც შეეხება, უმეტესობასთან რეზონირდება ისე, რომ არა, მაგრამ აი ერთეულებთან რეზონირდება ისე, თითქოს იყო ხანდახან რაღაც გარკვეული მცდელობები მაგიური ზეგავლენისა, იყო ძალიან შორეულ წარსულში, მაგრამ ახლა არ არის. ახლა არ არის და არც გამოუვიდა, იმიტომ რომ უბრალოდ მცდელობები იყო. თუმცა გავიმეორებ 95%-თან რეზონირდება ისე, რომ ჩაფიქრებული პიროვნება ნამდვილად არ ცდილობს, შესაძლოა ვინმე სხვა პიროვნებისგან მოდიოდეს რაღაც გარკვეული მცდელობები, მაგრამ აქ ყველაზე დიდი ნეგატივი საიდანაც მოდის, ეს ხართ თავად თქვენ. ყველაზე დიდი ნეგატივი მოდის ისევ და ისევ თქვენგან. თქვენ აძლევთ საკუთარ თავს ნეგატივს. თქვენ უკეთებთ საკუთარ თავს ეგრეთ წოდებულ ჯადოს. გაუაზრებლად. იცით როგორ? იმით რომ თქვენ ამის მუდმივად გეშინიათ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს მუდმივად იშინებს, ამ დროს რა თქმა უნდა ზუსტად იმ ნეგატივში ხვდება. ამიტომაც პირველ რიგში ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გეშინიათ? ხშირად ადამიანების მთავარი პრობლემა იცით რაში არის? იმაში, რომ იმდენად არ სურთ საკუთარ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღება, რომ ურჩევნიათ გადააბრალონ თვალს, ჯადოს და სხვა მსგავს რაღაცეებს. და აქ საკმაოდ ბევრ თქვენგანთან ზუსტად ასეთი ენერგიები მოდის, ამიტომაც ჩაიხედეთ ღრმად გულში და გულრცფელად უპასუხეთ საკუთარ თავს, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება, ძალიან ბევრ თქვენგანთან უბრალოდ არის აქ რაღაც ოდნავი შიში წამოვიდა, რაღაც საფუძველი მოგეცათ იმისა, რომ ამ ადამიანზე გეფიქრათ, ხო? მე ამის მშვენივრად მესმის, მეც გადავამოწმებდი და ვამოწმებ კიდევაც ასეთ მომენტებში ადამიანი რამეს ხომ არ აკეთებს ჩემზე. მაგრამ აი ძალიან ბევრ თქვენგანთან მოდის აქ აშკარად რაღაც აი ზედმეტად ბევრი შიშები. მაგრამ 99%-თან რეზონირდება ისე, რომ არა. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.